თქვენი გითხავთ რა ხდება დღეს? მე გეტყვით რომ საშოპინგოდ მივდივართ. მოგესალმებით მეგობრებო, ვინც წინასწარ უყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. ვინც გამომიწერეთ, ძალიან დიდი მადლობა და დაალაიქეთ ვიდეო. გამიხარდება თუ უფრო მეტი ნახვა ექნება, თუ მეგობრებს გაუზიარებთ და აჩვენებთ. არ დაგავიწყდეთ subscribe და დალაიქება. მოკლედ, გადავწყვიტე რომ წავიდე East Point-ში, რადგან ძალიან დიდი ხანია მინდა iPad-ი შეძენა. მაჩვე თეთრი უბრალო ზედა და ზემოდან ის მწვანე ზარას გადასაცმელი. ჯინსი და Dr. Martens. Grocery shopping time, you guys. Eating again. Yes. Oh, you're so cute. Wow. ახლა მეგობრებო, ვიყავით კორსო იტალიაში, რომელიც არ ვიცი საით არის. აუ, ვიპოვნე. მარტივად ვიპოვნე და აუქარია და მცივა. It's okay, we're fine. ესა არ ვიცი მომწონს თუ არა. სოფერო იყოს, მაგალითად მწვანე არ ვარ. დღეს რაღაცა ლურჯის დღე. Okay, ლურჯი iPad-ი ლურჯისათვალე. Is it too much rape? I don't know. მეგობრებო, კორსოში ძალიან მომწონდა ერთი ფეხსაცმელი, მაგრამ ზოგადად კორსოს აქ ძალიან უხარისხო ფეხსაცმელები, ალბათ თქვენ ცით და ძალიან მომწონდა უბრალოდ ვიზუალზე, მეთქი ერთი-ორჯერ მაინც ჩავიცვალ თქო, მაგრამ რეალურად, ანუ რო ვნახე ადგილზე ისეთი ლამაზი არ იყო, როგორიც მე მეგონა, ამიტომ გული არ მწყდება, რომ არ ვიყიდე, თორე ანუ მე ძალიან ისეთი ვარ სპონტანური ყიდვაში, იმიტომ რომ შემიძლია ანუ ვიწერდი სახლამდე მინდოდა რომ მომეტანინებინინა. Is it real? მარა ორი ცალი სათვალე ვიყიდე. ეხლა ვეძებ. ამიტომ კიდევ კარგი სახლში არ მოვატანინე და არ გამოვწერე. თეორი შოპინგის მეგობრებო ყიდულ წიგნებს და ეს არის რაც ჯერჯერობით ავიღე და ვნახოთ კიდე რაღაცები მინდა. You can't arrest a diva. მეგობრებო მე გაჩვენებთ გუშინ ბიბლუსში რა ვიყიდე. პირველი გვაქვს სალი რუნის საუბრები მეგობრებთან, რომელიც ძალიან დიდი ხანია მაინტერესებდა. სალი რუნის Normal People არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ნანახი მაქვს და აი ძალიან კარგი სერიალია. თუ არ გაქვთ ნახე აუცილებლად უყურეთ. და ეს მაინტერესებდა. რა როგორ წერდა, ზოგადად ენა მაინტერესებს სალი რუნის. შემდგომ ვიყიდე ორი ცალი აგათა კრისტის წიგნები, რომელიც ერთი მინდოდა რომ სახელმწიფო განწყობა ყოფილიყო და ამიტომ ვიყიდე ერიკი უპუაროს ქრისტეშობა. და ამარდეგებზე აუცილებლად წავიკითხავ და მეორე არის ბოროტება მზის ქვეშეთში და გრძნობრივი ძალიან მომეწონება, იმიტომ რომ აბასეს კითხვა დავიწყე და მინდა რომ ყველაფერი წავიკითხო ხალხო საერთოდ, აი ყველაფერი ისეთი კარგი ენით წერს და ისეთი კარგი ისტორიები აქვს და საინტერესო. ზოგადად დეტექტივების კითხვა არასდროს არ გვყარებია, მაგრამ here we are. აგათამ შემოყვარა ყველანაირი გამოძიების წაკითხვა მე მგონი. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ
ჩემო ახლო მეგობრებმა იციან, რომ მე ძალიან დამოკიდებული ვარ შოპინგზე და ყოველთვის გუშინ ვარ ყოფილი ჩემს გვერდით, ალბათ კიდე სისულელებს ვიყიდიდი, იმიტომ რომ თან 50%-იანი cashback-ი ქონდათ და მეთქი სული მძლევს ხოლმე, ამიტომ არ ვიცი ეგრისი ბრალია თუ დაკვირვები ხართ. ვისაც შოპინგი ადიქცია აქვს, ის მიხდება, იმიტომ რომ მე ძალიან არ ვიცი, ალბათ 2019 წლიდან გამომიმუშავდა ეგრო, მაშინ thrifting იყო ძალიან მოდაში და ამ იაფასიანი ტანსაცმლის ყიდვამ, ანუ მე ძალიან მიყვარს მეორადებში სიარული, მაგრამ მაგან გამხარა დამოკიდებული, რომ აი ყოველ კვირა ყიდულობდი და მე ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი ტანსაცმელი მიგროვდებოდა და ბევრსაც არ ვიცვამდი და უბრალოდ აი ის ყიდვის პროცესი უფრო სიამოვნებდა, ვიდრე მე ამ ტანსაცმლის ხმარება. მე შემოვიდა ტემუ, რამაც უარესი გახადა ეს ყველაფერი. ხანდახან ვაგროვებ ხოლმე ფულს და მე ერთ თვეს ჩემს თავს ვაძლევნებას, რომ ყველაფერი ვიყიდო, ის რაც ანუ ნებისმიერი რაღაცა, მაგრამ ეგეც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ხან გამომდის ეგრე და ხან არა. ანუ შოპინგი თვეს ვნიშნავ ხოლმე და მე მგონი არც ეგ არ არის ნორმალური. ხო, თქვენ როგორ მგონდებით, ვისაც გიყვართ რაღაცების ყიდვა ძალიან ბევრი რაღაცის ტანსაცმელის განსაკუთრებით, აი ტანსაცმელზე შემიძლია უამრავი ფული დავხარჯო და მე მთელი თვეში იყო. ალბათ სწრაფმა მუდამაც განაპირობა ეგ, მაგრამ არ ვიცი, მოკლედ ზუსტად არ ვიცი, არ მაქვს პასუხები, მაგრამ მიყვარს შოპინგი. Anyways, ეხლა წავალ გავაგრძელებ ამ წიგნების კითხვას და მეორე ყავასაც დავლა. რაღაცნაირი ამინდია, წვიმიანი და ამიტომ ქოზი დღე გვექნება კითხვის. Let's go thrift. დიახ. აქ უნდა გიჩი გაგა. ორეზე. რამდენიმე მსხვერპლი გვაქვს. დიდი ხანია აი ეს შარვალი მინდოდა მთელი ბავშვობა. და აქ ღირს 25 ლარი და ბერშკასია. Well, do we want it? ხალხო, სადაც ჯინსი, მაგრამ აქ დიდი მაგ და წინ იმენა არ იქნება. ძალიან დიდი ხანია ზუსტად მწვანე ის მინდა რა ქვია. ესეთი მოსაცმელი. Look at this. I have to. მოუწონოს, ალბათ ამასაც ავიღებ. არაფერზე ყოფას დაკლება. და ესე იგი დავტოვე ის შარვალი თან გაჭედილი ვიყავი და არ ვენდე ჩემს თავს, იმიტომ რომ მე გარეცხვის მე კიდე ცოტა მოდგებოდა და არ გვინდა ეგეთი შარვალი. მეგობრებო, მადლობა ვინც მიყურეთ აქამდე და გამომკევით ამ ღრუბლიან და არასასიამოვნო ამინდში ჩემთან ერთად. ვისაც მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და დამასაბსქრაიბეთ.